საბოლოო ჯამში, როდესაც არჩევნები დასრულდება, ბევრი ანალიტიკოსისთვის, აი case study იქნება საინტერესო შესასწავლი სუბიექტი რის ხარჯზე მოახერხა ამ ახლად დამფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ სერიოზული შედეგის დადება. მე ამის იმით ჯერა, რომ აი ამ ინტერესსაც გავაღვივებთ პროფესიულ წრეებში. თქვენ თვლით, რომ 2024 წელს შესაძლებელია ოლიგარქების დამარცხება არჩევნების გზით? იცით, ყველა შემთხვევაში შედეგი დაიდება არჩევნების გავლით. ან უშუალოდ კონკრეტულად საარჩევნო დღეს, ან პოსტ-არჩევნები. მე რაში დარწმუნებული ვარ. ანუ ცვლილებას 2024-ში ელოდებით? ველოდები, ნამდვილად ველოდები. ვერ დაველოდებოდი და ამიტომაც დავტოვეთ პარტია, რომელიც არ ელოდება წარმატებას და გამარჯვებას პირდაპირ გეუბნებით. იქ არიან ადამიანები, სხვადასხვა წილს ელოდება, სხვადასხვა ბიზნესში და ერთმანეთს დრო და დრო გაურიგდებიან, ხო? დრო და დრო გაურიგდებიან, ხო? აი ხა ივანიშვილი, კეზერაშვილი ერთმანეთს უყურებს როგორც პოტენციურ პარტნიორებს. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ისინი თლიანად ერთ პოზიციაზე არიან, ხო? თუმცა ისინი მათ მიაჩნიათ, რომ მათ მოახერხეს მონოპოლიზაცია პოლიტიკური ველისა, როგორც სახელმწიფო, ასევე ოპოზიციურისა და ეს ორი დიდი ბიჭი, რომელიც ჯერ ორივეზე არ ითქვის, რომ დიდია, ცდილობენ დრო და დრო რაღაცა ტემპი სხვადასხვა მისცეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ანუ ისინი კი არ ნახობენ. ანუ თქვენ გინდათ დიდი ბიჭების თამაშის წესები შეცვალოთ? აუცილებლად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მამოძრავებელი აი პარტია, რომელიც ჯერ შექმნა ღერძი. საძირკველია რა. ეს მანკიერი დაჭაობებული პოლიტიკური კორუფციული სისტემა უნდა შეიცვალოს. თუ ეს არ იცვლება, ამიტომაც ხალხი ამ ქვეყნიდან გადის ნასასია, იმიტომ კი არ გადის ხშირ შემთხვევაში. კი, ჩვენც ხშირად ვწერთ სტატიებს იმ ადამიანებზე, ვინც აქედან გადის და კარგად ვიცით ეს მიზეზები, რატომაც გადიან და მიგრაცია მართლაც და აი შუაშისტებზე ვერ დავამთავრე ასე. ძალიან ცდება ყველა. ვინც ამბობს, რომ 65% არის შუაშისტი, ან თუნდაც 30%. გადაუწყვეტელი ამბობს. გადაუწყვეტელი თუნდაც, გადაუწყვეტელი არის თავად პოლიტიკოსი, პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოყალიბდა. კი, მაგრამ თქვენც პოლიტიკოსების კატეგორიას ეკუთვნით. გავიგეთ ეს პოლიტიკური კლასი. ანუ თქვენც ხო გაქვთ პასუხისმგებლობა იმაში, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი ამ მასშტაბის არის. პასუხისმგებლობამ მაიძულა გადამედგა ის ნაბიჯი, რაც გადავდგა. კომფორტული ნაბიჯის ჩემთვის პერსონალურად შესაძლებელი იქნებოდა გადამედგა. თუმცა ნიკა პოლიტიკის ანალიტიკოსები და კომენტატორები მას შემდეგ რაც თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით, პირველი არ არის ხო NMS-თვის გაყოფა და მისგან გუნდის რაღაც ნაწილის წამოსვლა. ამბობენ, რომ პირველი გაყოფა როცა ევროპული საქართველოს შემდეგ დამფუძნებლები გამოეყვნენ ამ პარტიას, უფრო იდეოლოგიური იყო და ეხლა უფრო კინკლაობას და პირად შეუთანხმებლობას გავს ეს ამბავი. ძალიან დიდი ტყუილი უთხოს პირდაპირ. იმიტომ რომ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა თავითვე იდეოლოგიური იყო, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბაში გასვლა და ეხლა შემოუბრუნება. იდეოლოგიური იყო, არ მინდა გვარები ჩამოვთო. იდეოლოგიური ის იყო თავიდან ბოლომდე დაფინანსებული პროცესი, სადაც იდგა კეზერაშვილი. კეზერაშვილი იდგა მაშინაც და დგას ახლაც, უბრალოდ როლები შეიცვალა. როლი თუ რამე არ იყო იდეოლოგიური და თუ რამე არ იყო იდეური, მაშინ არ იყო, ხო? და დრომ დაადასტურა. დაადასტურა ნაცვლად. ხო, ადამიანები დღეს, ანუ კეზერაშვილის ბიჭები, რომელთაც აი წლების განმავლობაში ხან ამ პარტიაში ჩამსვლას, ხან ამ პარტიაში ჩამსვლას, თოჯინებით ათამაშებს. ანუ ყველას ვინც მაშინ დატოვა პარტია, თქვენ მიიჩნევთ, რომ კეზერაშვილის ბიჭები არიან, რომლებმაც დატოვეს NM და ზოგი ცალკე დარჩა და ზოგი უკან დაბრუნდა? კონკრეტულ დიდ ნაწილს ბუნებრივი ხა ზოგი აღარ არის პოლიტიკაში, ან არის სხვა პარტიაში და დარჩა ერთგული იმ პრინციპებისადმი, ხო? თუმცა ხა რა თქმა უნდა ხა არიან ადამიანები, ვინც აი როგორ გითხრათ, აი ტრანსფერზე დააყენებს კეზერაშვილი და მიმართავს მას სხვადასხვა პარტიისკენ და ჩვენ ამას ვხედავთ. და არა უბრალოდ ქმედება, ანუ რიტორიკაც ასეთია, შეიძლება რომ რადიკალურად განსხვავებული იყოს შენი დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხისადმი,
აი ერთი თვის განმავლობაში. როგორ შეიძლება ხა ერთი თვის განმავლობაში? წესით არა. ხო, ეს ხდება, იმიტომ ხდება, რომ შენ აღარ ახარ თვითყოფადი. თუ კი რამე არ იყო იდეოლოგიური ერთის არ იყო ის, თუ კი რამე არ იყო გაჟღერილი იდეით არ იყო ის, იყო თლიანად დაფუძნებული. ანუ თქვენ თვლით, რომ მაშინ ყველა ის ადამიანი, ვინც ენებს გამოეყო. ვერიდები, ბუნებრივია. ჩემთვისაც ძალიან მძიმე პროცესი იყო ის. კი ბატონო, პარტიაში იყო. ახლად შემოერთებული ვიყავით და დიდი ნაწილი როდესაც წავიდა, უბრალოდ მაშინ მათ არ ჰქონდათ ხალხის ხარდაჭერა. პირდაპირ გეუბნებათ და იდეური პარტიის ხარდაჭერები მათ ხარს არ უჭერდნენ. დღეს ვიღეთ იდეური პარტიის, ანუ ყოველთვის თქვა აქტივი ხარდაჭერთა ბაზა, იდეური ნაწილი პარტიის ამორჩევლებისა დღეს განუდგენ კეზერაშვილს. ის ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის სიტყვის ფასი და მნიშვნელოვანი არის ლაღი მომავალი და არა ოლიგარქიული თამაშწესების გაზიარება. ეხლა მაპატიეთ, დღეს ჩემთვის ბევრად ძვირფასი არის ერთი ასეთი მხარდაჭერი პრინციპებისადმი ერთგული, ვიდრე მაგალითად ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, არაფერი პერსონალური. მაგრამ ხვალ ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს თუ ეთქვის დათო გეზერაშვილი, რომ შენ ახალ არ უნდა იყო, უნდა წახვიდეს სხვაგან, წავა სხვაგან. მე დრომ დამარწმუნა ამ ყველაფერში და საწოდაობაა ჩემთვის განათლებული კაცი, როდესაც არის საინტერესო მოსაუბრე, განსაკუთრებით თითქოს შესაძლებლობა აქვს, რომ იყოს თვითყოფადი და ექცევა ამ გავლენების ქვეშ, რა მაგალითს აძლევს სხვას. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. და ეს ყველაფერი ხდება ოპოზიციურ წიაღში, წარმოიდგინეთ. კი ბატონო, თუმცა მეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მინდა, ჯერით არ უნდათ. მე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის დამარცხება მინდა. და ამას დავამარცხებთ გულწრფელ ხალხთან ერთად, იდეურ ხალხთან ერთად, სხვებთან ერთად ვერ დავამარცხებთ. გამორიცხულია. თუ დაამარცხებ შენ ივანიშვილს და მიიღებ კეზერაშვილს, შენ ვერ ამარცხებ სისტემას. და ეხლა ეს გამოვაწმოთ და ამაში დაგვადასტუროთ, როგორ ვიცამო მე ეხლა კონკრეტული სახელი და გვარი დავასახელე და არ მინდა სხვების დავასახელო, ახლა მასაც არაფერს პერსონალურად არ ვიცი. ერთი ადამიანის დასახელებას ალბათ ჯობს ხვებით დაასახელოთ. არიან, ვისი მეგობრებიც, ხომ არიან ეხლა ადამიანები. როგორ უნდა ვიცამო